სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ფიზიკური დაავადების მქონე ადამიანი არის პაციენტი, მენტალურად დაავადებული ადამიანი კი გიჟი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის საზოგადოებისგან გარიყული და არა მარტო საზოგადოებისგან, მათი თავიანთი ოჯახებისგანაც და აბსოლუტურად მარტო უწევთ ამ დაავადებებთან ბრძოლა. არის ძალიან ბევრი სტერეოტიპი, მაგალითად დეპრესიაში მყოფი ადამიანი ხშირად ითვლება, რომ არის უბრალოდ ცუდხასიათზე და ვთხოვთ, რომ გუნება გამოუკეთდეს, რაც ჩემი აზრით იგივეა, რომ კიბოთ დაავადებულ ადამიანს მოთხოვა განიკურნოს ერთ დღეში. ასევე მაგალითად ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, ითვლება, რომ არის სუსტი და ცოდვილი. რაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ის ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია ცხოვრების ბოლოს, რომ ესეთ რთულ გადაწყვეტილებას იღებს. გარდა მედიკამენტებისა და ფსიქოლოგების დახმარების, საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული და ინფორმირებული, რაც მგონია, რომ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს.